გაუმარჯოს ყველას. მოკლედ ისევ მეფიქრება, სულ ბევრს ფიქრობ აი ამ სიტუაციაზე რა, სიტუაციაშიც მსოფლიო არის აღმოჩენილი ახლა რა. ხო და ამ რამდენიმე ხნის წინ ვამბობდი, რომ ყველაფერი არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება მეთქი, მაგრამ საბოლოო ჯამში მე მგონი მივაგენი რა ლოგიკას ექვემდებარება ეს ყველაფერი. ჩემი აზრით ეს ყველაფერი, აი დღეს რაც ხდება, ეს ყველაფერი სათავეს იღებს ჯერ კიდევ ცივი ომის დასრულების დღიდან. ანუ ცივი ომი რა იყო? ხო ეს იყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შექმნილი რაღაცა წესრიგი, რომლის დროსაც მკაფიო ზღვარი იყო გავლებული დემოკრატიულ სამყაროსა და ავტორიტარულ ტოტალიტარულ სამყაროს შორის. ეს მკაფიო ზღვარი იყო, რომელსაც ეძახდნენ რკინის ფარდას, ხო? ბერლინის კედელი რკინის ფარდა, ასე შემდეგ რას ნიშნავდა ეს რკინის ფარდა, რომ ამ ავტორიტარულ სამყაროში ქვეყნები, რომლებიც იყვნენ ჩაკეტილი ქვეყნები. აი საბჭოთა კავშირის ჩვენ ჩაკეტილ ქვეყანაში ვცხოვრობდით. მოქალაქეს საბჭოთა კავშირის არ შეეძლო რომ უბრალოდ თავისუფლად ამდგარიყო და წასულიყო დასავლური სამყაროს რომელიმე ქვეყანაში სამოგზაუროდ, მაგალითად იტალიაში, ხო? ამერიკაში, დიდ ბრიტანეთში და ასე შემდეგ. არა. არ შეიძლებოდა ჩაკეტილი იყო. ხო, რატო იყო ეს ჩაკეტილი? იმიტომ რომ ამ ავტორიტარულ სამყაროში ავტორიტარი მმართველები ვინც იყვნენ, ტოტალიტარი მმართველები, მათ არ უნდათ რომ მათ მოქალაქეებს ენახათ რას ნიშნავს ნამდვილი თავისუფლება. იმიტომ რომ მე იმ თავიანთივე მოქალაქეებისგან შეექმნებოდათ პრობლემა. ამიტომ არ უშვებდნენ არავის გარეთ და ჩაკეტილი ქვეყანა იყო. ბერლინის კედელი რატო ააშენეს? აღმოსავლეთ ბერლინმა აშენა. გარშემო ბერლინის კედელი რატო? იმიტომ რომ აღმოსავლეთ ბერლინიდან გარბოდა ხალხი დასავლეთ ბერლინში, სადაც თავისუფლება იყო, ხო, პირიქით ხო არ იყო. ამიტომ იყო ესეთი რეალობა შექმნილი რა და ამ რეალობაში ვცხოვრობდით. ცივი ომი რო დასრულდა, რო დამთავრდა ეს ყველაფერი, ბევრი ტოტალიტარული, ავტორიტარული ქვეყანა, რომელიც იყო მანამდე დემოკრატიული ქვეყანა გახდა, მაგალითად აღმოსავლეთ ევროპა, ხო, მაგალითად პოლონეთი, ჩეხეთი, ასე შემდეგ, ხო, რაღაც ქვეყნები, ბალტიისპირეთი, ჩემო ბატონო, ყოფილი საბჭოთა ქვეყნები. მაგრამ ბევრმა ქვეყანამ ვერ მოახერხა დემოკრატიაზე გადასვლა და იქ ისევ სათავეში მოვიდნენ ავტორიტარი მმართველები, ოღონდ სხვანაირი ავტორიტარი მმართველები რა. ეს ავტორიტარი მმართველები არიან ესეთები, რომლებიც არ არიან ძველი ავტორიტარი მმართველების მსგავსი. ანუ ისინი მათ დაამყარეს ავტორიტარული რეჟიმი, მაგრამ ამავე დროს ისე არ აქვთ მოჭერილი, ასე ვთქვათ, გაიკები, როგორც ამბობენ, როგორც ადრე იყო. დღევანდელი ავტორიტარული ქვეყნები არის ისეთი, რომლებშიც არის თავისუფალი ეკონომიკა, მაგალითად, ხო, საბაზრო ეკონომიკა, საზღვრები ღია, რუსეთი ერთ-ერთი ესეთი ქვეყანა არის, რომელიც ავტორიტარული ქვეყანაა, სადაც არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო, დამოუკიდებელი პრესა, პოლიტიკური ოპოზიცია ფაქტიურად არ არსებობს, ოპოზიციონერებს ქუჩაში კლავენ და ციხეში სვავენ, ჟურნალისტებს დასდევენ და ასე შემდეგ, ხო, უფლებადამცველებს და ასე შემდეგ. მაგრამ ამავე დროს გახსნილი ქვეყანაა რა, საზღვრები გახსნილია. რუსეთის მოქალაქეს შეუძლია ადგეს და წავიდეს სამოგზაუროდ დასავლეთ ევროპაში. აქედან გამომდინარე, ეს რო არის ამ ავტორიტარ მმართველებს უფრო მეტი პრობლემა ექნებათ და გაცილებით უფრო პრობლემურია მათთვის თავიანთი ძალაუფლების შენარჩუნება, ვიდრე ადრე იყო ცივი ომის დროს. ჩაკეტილ პირობებში. ეხლა ჩაკეტილი აღარ არის, ხალხი გადის გარეთ, ნახულობს, რომ იქ დემოკრატია კარგია, ეს ავტორიტარიზმი ცუდია და ეს განწყობა, რომ ექმნება მოსახლეობას, ეს უკვე ცუდია ავტორიტარი მმართველისთვის რა. და აქედან გამომდინარე, მას უკვე უჭირს ძალიან ამ ძალაუფლების შენარჩუნება. ეხლა ბოლო წლებში უფრო ინტენსიური გახდა ეს ბრძოლა ავტორიტარულ და დემოკრატიულ სამყაროს შორის. დღეს რასაც ჩვენ ვუყურებთ, ეს არის ავტორიტარულ და დემოკრატიულ სამყაროს შორის ბრძოლა. და ამ ბრძოლაში აქამდე ყოველ შემთხვევაში ასე იყო, რომ საინფორმაციო ომს ავტორიტარული სამყარო პირწმინდად აგებდა. იმიტომ რომ როგორც კი ჩვენ ვიტყვით ფრაზას დემოკრატიული სამყარო და ავტორიტარული სამყარო, ნებისმიერ ადამიანს ეგრევე ესმის იმ ამ ფრაზიდან გამომდინარე, საით არის სიკეთე, საით არის ბოროტება, საით არის სამართლიანობა, საით არის უსამართლობა, საით არის თავისუფლება, საით არ არის თავისუფლება და ასე შემდეგ. ანუ საინფორმაციო ომს ამ ერთი ფრაზით უკვე აგებს პირწმინდად ავტორიტარული სამყარო, იმიტომ რომ ის ავტორიტარული სამყაროა. დემოკრატიული სამყარო კიდე თავისუფლებაა და ასე შემდეგ. ამიტომ ამ ავტორიტარმა მმართველებმა, ვინც არიან პუტინი, სი ძინპინი და ასე შემდეგ, და კიდე პატარა ქვეყნების მმართველები, გადაწყვიტეს, რომ ამ საინფორმაციო ომში რაღაცნაირად ანგარიში გაათანაბრონ მაინც რა, რომ პირწმინდად აღარ აგებდნენ.
ხო და ამ ანგარიშის გათანაბრების მიზნით პირველ რიგში გადაწყვიტეს, რომ ეს არასწორია, როდესაც ჩვენ ესე მოვიხსენიებთ ამ ორ სამყაროს, ის დემოკრატიული და ეს ავტორიტარული. იმიტომ რომ უკვე აგებ საინფორმაციო მიზნით. ამიტომ თავდაპირველად აი რუსეთში მოიგონეს არა ავტორიტარიზმი, არამედ სუვერენული დემოკრატია. ანუ ავტორიტარიზმს დაარქვეს სუვერენული დემოკრატია. ეს რას ნიშნავს, რომ ხო ორივე სიტყვა არის დადებით ემოციას იწვევს, სუვერენიტეტიც და დემოკრატიაც. და ეს უბრალოდ დემოკრატია კი არ არის, სუვერენული დემოკრატია. ანუ აღმატებ ხო ესმით. ხო და ეს სუვერენული დემოკრატია ნიშნავს, რომ მე ჩემი დემოკრატია მაქვს, ძმაო, გეუბნება რა, შენი დემოკრატია. ეს ავტორიტარი კი არა ვარ მე, არა, მე ჩემ ხალხს მოვწონ ვარ, პუტინი ეძახის. აგერ დემოკრატია, просто ეს სუვერენული დემოკრატია, ისეთი რომელიც ჩვენი სუვერენული, ჩვენი საკუთარი დემოკრატია. როგორიც ჩვენ რუსეთს შეეფერება. ესეთი დემოკრატია ვართ და არა ავტორიტარიზმი. არასწორია, როცა ავტორიტარიზმს გვეძახით. ხო და აი ეს მოიგონეს რა. სუვერენული დემოკრატია დასავლური დემოკრატიის წინააღმდეგ, მაგრამ ანგარიში მაინც ვერ გაათანაბრეს რა. ვერ გაათანაბრეს ანგარიში, იმიტომ რომ დასავლური დემოკრატია მაინც დასავლური დემოკრატია და ხალხი ხვდება, რომ ეს სუვერენული დემოკრატია სისულელია. ამიტომ ეხლა გადაწყვიტეს ბოლო წლებში, რომ ბოლო დროს განსაკუთრებით, რომ დასავლური დემოკრატიისთვისაც მოიგონონ რაღაცა სხვა ტერმინი. რომ დააკნინონ ის დასავლური დემოკრატია. და მოიგონეს deep state. გაიგე? დასავლური დემოკრატია კი არა, deep state. და მოიგონეს ეგეთი საინფორმაციო ომი, რომ ბრძოლა მიდის არა დემოკრატიულ სამყაროსა და ავტორიტარულ სამყაროს შორის, არამედ სუვერენულ დემოკრატიებსა და deep state შორის. და მორჩა შეატრიალეს რა. სიკეთე და ბოროტება. ანუ სიკეთე აქეთ გადმოიტანეს სუვერენული დემოკრატია და იქით deep state ვიღაც. გესმის გაურკვეველი ვიღაც მასონური ლოჟა რაღაც ომის პარტია. და აქეთ სუვერენული დემოკრატია, ტრადიციები, ქრისტიანობა რაღაც. ხო გესმით, ანუ ეს ყველაფერი არის აი ამ საინფორმაციო ომის ნაწილი რა. თორე არც ერთ დიქტატორს არ სიამოვნებს, როდესაც მას დიქტატორს უწოდებს. სწორედ მაგიტომ რომ დიქტატურა თავისთავად უკვე უარყოფითი ემოციის გამომხატველი სიტყვაა, ხო? ჯო ბაიდენმა სი ძინპინს დიქტატორი უწოდა და ეწყინა იმას. რატომ იწოდა დიქტატორიო? აბა ვინ შევიფეხებია, დიქტატორი არ არის, მავინ არის სი ძინპინი. ხო, ანუ არ ევასებათ რა. ხო და აი მაქიდან გამომდინარე არის ეს ყველაფერი. საინფორმაციო ომის ნაწილია. Deep State დაარქვეს დასავლურ დემოკრატიას და ავტორიტარიზმს დაარქვეს სუვერენული დემოკრატია. და ესე შეცვალეს ესა რა. და აქედან მოდის ისიც რა, რომ ეს კობახიძე ესენი რო გამოდიან სამწუხაროდ ჩვენი მთავრობაც, საქართველოს მთავრობაც აღმოჩნდა ავტორიტარული სამყაროს ბანაკში. და ისინიც მთელი მუნდომებით იბრძვიან დემოკრატიის დასამარცხებლად. ხო და როდესაც იმბობს, რომ აი ტრამპი დაამარცხებს თუ არა Deep States, სწორედ ამას გულისხმობენ, რომ აი ტრამპიც გაიმარჯვებს თუ არა ეგ ავტორიტარული მომენტი ამერიკაში და დამარცხდება თუ არა ის ამერიკული დასავლური დემოკრატია, რომელიც აი 10 წლეულების განმავლობაში, ასე ვთქვათ, შუქურა იყო ბევრი ადამიანისთვის და იმედის სინათლე.